როდესაც კაფეში ვზივარ და ვხედავ წყვილს, მათი დიალოგის სულ რაღაც 15 წამის მოსმენა ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ დავადგინო თუ როგორ დასრულდება ეგ შეხვედრა. პირველი სცენარი, როდესაც მამაკაცი პაიმანს თვითპრეზენტაციად აქცევს. ნახე გოგონი რა მაგარი ტიპი ვარ, რა მიღწევები მაქვს, როგორი განათლებული ბიჭი ვარ, რამდენი დიპლომი მაქვს, რამდენ ენას ვფლობ და ასე შემდეგ. შენ შენივე ხელით აყენებ ქალს შემფასებლის პოზიციაზე, შენს თავს კი გასაუბრებაზე მის სულთანამშრომლის პოზიციაზე, რომელსაც ძალიან უნდა ეგსამსახური. როდესაც შენ ცდილობ რომ თავი მოაწონო ქალს, ეგ უკვე ფიასკოა. სცენარი ნომერი 2, პირველი საპირისპიროა, ანუ დაკითხვის მოწყობა. როდესაც მამაკაცს აი იმ უხერხული პაუზის ეშინია, ამიტომ კითხვებს აკრის ქალს და თან მაგ დროს იმაზე ფიქრობს, რომ სამაგიეროდ სასაუბრო თემები გვაქვსო. სინამდვილეში კი ქალისთვის ეგ მოსაწყენია, საერთოდ არ არის საინტერესო მაგ კითხვებზე პასუხების გაცემა. მესამე სცენარი, როდესაც რაღაც მასეთივე მოსაწყენი თემების უკვე შიგ განხილვაში შედიხართ. სად სწავლობდა, რა დაამთავრა, სად მუშაობს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის და რაღაც ამგვარი. ანუ ისევ რაღაც ისეთი საკითხები, რომლებიც არანაირ ემოციას არ იწვევს. პაიმნის აზრი იმაშია, რომ შენ მიდიხარ ქალთან გასაცნობად და იდეაში პოზიტიურ ხასიათზე უნდა იყო, მაგრამ რატომღაც პოზიტივის გარდა ყველანაირ ემოციას განიცდი. შიში, პანიკა, ადრენალინი, ნეტა მოვეწონე თუ არა ქალს, ნეტა შემხვდება თუ არა მეორედ, ნეტა რას ფიქრობს ახლა. ქალს კი ემოციური ინტელექტი აქვს ძალიან განვითარებული და ყველა მაგ ემოციას შთანთქავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასშიც ნეგატიურ ემოციებს იწვევ. პოზიტივის იმიტირება კი არ არის გამოსავალი. შენ უნდა შეცვალო შენს თავის ქალაში ჩაწერილი ეგ არაეფექტური სოფტი, რომელშიც დაგეხმარება შემდეგი ვიდეო კურსი. ქალის გაცნობა და ურთიერთობის დაწყება ძლიერი პოზიციიდან. ვიდეო კურსების კატალოგი კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.